მართალია თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ის ღია დებატში შევიდა ალიანსთან ახლად შექმნილ ალიანსთან რომლის წევრიც სხვათა შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად იმისა რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცალკეულ ალიანსის ცალკეულ ნაბიჯებს დანარჩენი 8 პარტიის ცალკეულ განცხადებებს არ უერთდება ხოლმე ერთხელ თუ ორჯერ დაფიქსირდა მსგავსი მე გეტყვით რომ მიხეილ სააკაშვილი მართალი არ არის შემიძლია ამის დასაბუთება მაგრამ ამავდროულად მე შემიძლია ვთქვა რომ მიხეილ სააკაშვილი მართალია ანუ თან მართალია და თან არ არის მართალი რაღაცაში მართალია და რაღაცაში მართალი სულაც არ არის რეალურად რასაც ახლა მე წაგიკითხავთ რეალურად ეს არის გაგრძელება იმ კონფლიქტისა რომელიც როგორც ჩანს უკვე ზედაპირზე ამოტივტივდა ან ამოტივტივდება კიდევ უფრო შესაძლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება კონფლიქტისა მიხეილ სააკაშვილსა და დანარჩენ 8 პოლიტიკურ სუბიექტს შორის ან ესე ვიტყვი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არიან ცალმხარეს და დანარჩენი 8 პოლიტიკური სუბიექტი არის მეორე მხარეს ჩამოვასახელოთ თუ გნებავთ ვეცდები ყოველ შემთხვევაში ამ დანარჩენი 8 პოლიტიკური სუბიექტის ჩამოსახელებას ანუ ვინც მიხეილ სააკაშვილს ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ გმობს ეს არის ნიკა გვარამიას ახალი ეს არის დროა ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარი ეს არის ზურა ჯაფარიძის გირჩი ეს არის ეროვნულ დემოკრატიული პარტია არ აქცევთ ამას ყურადღებას ხშირად იმიტომ რომ მიგაჩნიათ რომ მეორე ხარისხოვანი პარტიაა და შესაძლოა მართლაც არის თუმცა ყველაზე ძირძველი პარტია ეს არის ფედერალისტები ბოკერია ჩერგოლეიშვილი ეს არის ევროპული საქართველოს ბოკერია ჩერგოლეიშვილის ყოფილი პარტია გიგი წერეთელი აკაკი ბობოხიძე ეს არის არმინდა შემეშალოს და ეს არის თავისუფლების მოედანი ლევან ცუცქირიძე და მერვე ვინ არის უკვე სიმართლე გითხრათ ცოტა ავიბენ დავიბენი მერვეც არის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი გავიხსენებ გზადაგზა ყოველ შემთხვევაში ვეცდები კონფლიქტი დაიწყო ცოტა ხნის წინ როცა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა საკმაოდ მძიმე პოსტი ჩაგიკითხავთ ეს პოსტი არის ამგვარი ნახეთ იმისათვის რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ მარტო საკუთარი თავი კი არა ხალხის გულწრფელად გიყვართ ანუ თითქოს საყვედურობს ამაში არ არის მართალი ალბათ მაინც არ არის მართალი მიედავო ახლად შექმნილ ალიანსის ცალკეულ წევრებს რომ მათ ხალხი გულწრფელად არ უყვართ ეს ცოტა არ იყოს არასწორია მოდი ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უზარმაზარი დამსახურება ქართული ხალხის წინაშე როცა ის პრეზიდენტი იყო გავიგეთ მაგრამ ახლად შექმნილია დალოცვილიშვილო ეს ალიანსი და მიეცი შესაძლებლობა რომ გამოიჩინონ თავი, აგე 26 მაისისთვის ემზადებიან, აგე რაღაცა ცუდი გაგებით არ ვლაპარაკო, ფაფხურობენ. მეც გულახდილად გეტყვით, ვარ უკმაყოფილო ალიანსის ცალკეული ტელევარსკვლავების ან სოციალურ მედიაში ვარსკვლავების ქმედებებით, მაგრამ 26 მაისამდე სულ მინიმუმ უნდა მისცეს ჩემი მოსაზრებით კარდ ბლანში და აი თუ მაინც და მაინც 26-ში თუ შეკრებენ მაგალითად პირობითად ვლაპარაკობ აბსოლუტურად რიცხვებს თქვათ 17,000 და არა 27,000 დემონსტრანტს ამ შემთხვევაში დაიწყე ეს კრიტიკა ძლივს ეს ერთობა შედგა და ახლა თითქოს უჩხიკინებ ხო და უკლებლივ ყველაფერში ედავები თითქოს ეს ერთი თვე გადამწყვეტი იყოს აი აპრილის 22-ია დღეს 26 მაისამდე მიეცი შესაძლებლობა და მიხეილ სააკაშვილი ამოსუნთქვის შესაძლებლობას არაძლევს ალიანსს და აკრიტიკებს მოკლედ მე უკვე შემდგომ მიხეილ სააკაშვილი ამბობს მე პრეზიდენტობამდეს და პრეზიდენტობის დროსაც პირადად კარგად ვიცნობდი და უკაცრავად ხო ეს არის მეგობრებო წნეთის ტყის დამცველებთან მარნეულელ აზერბაიჯანელებთან ანაკლიის მეთევზეებთან კახეთში ჩურჩხელის გამყიდველ დედაშვილთან აუმში დაღუპული გმირების ოჯახებთან და ასე შემდეგ სანდრას ყოველგვარი პიარის გარეშე პირადი ღვაწლი ჰქონდა მრავალ ასეულ ადამიანზე სათითაოდ მეგობრობდა მათთან ჩვენს ოჯახს ნაშვილები ჰყავდა 10-მდე სოციალურად გაჭირვებული ოჯახი იმისთვის რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით სწორია აი ამაში მაინც სწორია მიხეილ სააკაშვილი დიახ ესენი უნდა ყოფილიყვნენ და იყვნენ ნამყოფი გახსნილი გულით ხო ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან ისეთთან როგორიც ნეფარიძე იყო წმეთში რამდენმა თქვენგანმა იცის მაგალითად თუ რას ჩადის
ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები კახელი ფეოდალები ან ვიწია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული კითხვის ნიშანი კი აკლია მაგრამ მაინც რაღაც კითხვით მიმართავს ხო ამ ახლა შექმნილ ალიანსს საუბრობ ტურიზმის კრიზისზე და მოკლედ აკრიტიკებს და აკრიტიკებს ამას მოხვა მაყურებელს არ უხსნი ალიანსის ფრიად ვრცელი განცხადება ოღონდ ამ ალიანსის ფრიად ვრცელ განცხადებაში სულაც არ ფიგურირებს და ვიკითხავ მეცნები ვნახო სულაც არ ფიგურირებს ხსენებული ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა არ ფიგურირებს იმიტომ რომ ის ბუნებრივია არ გააკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს ალიანსის განცხადება ვცდილობ რომ ნახავდიახ მოვნახე ალიანსის შემავალი პარტიები ახალი გირჩი მეტი თავისუფლებისთვის დროა ევროპული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ევროპული საქართველოს თავისუფლების მოედანი სტრატეგია აღმაშენებელი დამავიწყდა ბოდიშვილი გიორგი ვაჩაძისა და ვას ვუბოდიშებ ფედერალისტები მიზან შეწევლად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე, რომელიც წაგიკითხეთ მისი ფრაგმენტები წაგიკითხეთ, ხო? ალიანსი შეიქმნა უნიშნულოვანესი მიზნის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისაგან ამ ალიანსის წევრებიდან ბევრი არ ზოგი ერთმანეთს რომ ვერ იტანს ამაზე არ გავამახვილებ მე ყურადღება სწორედ იმიტომ სხვათა შორის რომ მე მინდა რომ გარკვეული კარდ ბლანში მივცე გარკვეული დრო მივცე თუ გნებავთ ასე ვიტყვი ალიანს არ მინდა ვთქვა რომ ისედაც დაიშლებიან ისედაც დაჭამენ ერთმანეთს რაც ბრძანებ პირიქით მე ვარ დაინტერესებული მე მინდა რომ ალიანსი შედგეს ალიანსის წარმატება 26 მაისის აქცია იყოს წარმატებული მათ დადონ გეგმა უკვე შემდგომი სტრატეგია განსაზღვრონ თქვან რომ აი 27 მაისს ამას ვაკეთებ თუ 29 მაისს იმას ვაკეთებ სექტემბერში ასე მივდივართ ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება ასრულებამდე მე ეს მინდა აქედან გამომდინარე მე აი ამოვიკერე პირი ასე რომ ამბობენ ხოლმე სხვაშორის ერთი დეპუტატი იყო იბელის პარლამენტში პირი არ ამოუკერია ესე პირდაპირ მნიშვნელობით მაგრამ რაღაც მეგორი არ დუმარებაში იყო ბერი თუ რაღაც ხდელი ბერი აგვარია ნარიმანის არ იყოს კარგახანი არა პირამოკერილებიც გვახსოვს ჩვენს სინამდვილეში ცოტაზე მეტად გიჟობა იყო უმრავლეს შემთხვევაში მაგრამ აი მოკლედ ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისაცემი რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება ანუ რატო დაგვესხი თავს რა გინდაო ჩვენი გეგმა გვაქვს და სწორია აი როცა ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილი არასწორია რაღაც ნაწილში მე მგონია რომ იმ ნაწილში არასწორი რომ ის ჩქარობს თითქოს კვლავ ვიმეორებ ამ ერთ თვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მინდა კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას არ მინდა იმის თქმა რომ გაფარჩაკდება ალიანსი თავად არ გაფარჩაკდება ან არ უნდა გაფარჩაკდეს იმიტომ რომ აი იმ შემთხვევაში თუ გაფარჩაკდება მე კიდევ უფრო მეტად დაიხშობა მოლოდინი ასე ვიტყვი მოლოდინის კარი ბიზინა ივანიშვილის დამარცხების თაობაზე ძლივს შეკოწიწდნენ ეს დალოცვილები ან არადალოცვილები დალოცვილები თუ გიყოთ ასე ვთქვათ და ახლა რაღაცო უჩხიკინებ ეს სიტყვა მეორეჯერ გავიმეორე თქვი თუ არ ვწდები კარგით მოკლედ ალიანსმა შემოაკრიტიკა იქით შეუტია მიხეილ სააკაშვილს მიხეილ სააკაშვილმა უკვე შემდგომ ხონი მიხეილსთან ვარ არა ეხლა ვეკეთყვით მიხეილ სააკაშვილმა უკვე შემდგომ გამოაქვეყნა ვრცელი საკმაოდ ვრცელი პოსტი რომელშიც ამბობს რომ ესე იგი მეორმაო ნიკა მელიას კრიტიკად მიიჩნიაო ესო და მეორ ნიკაო ძალიან მიყვარსო და ვაფასებო და ასე შემდეგ ყველას ეხებაო ბოდიში თუ ვნახე ეს პოსტი ვახ ვეღარ პოულობ მაგრამ არ იქნება სადმე რა და მოკლედ ერთგვარად დაივიღარ და ხოლმე ერთგვარად დაიხია უკან და ნუ თითქოს ამოიწურა ინციდენტი ან გადაილახა ეს ინციდენტი თითქოს აღარ არის მათ შორის საკამათო და 13 საათის წინ მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს ახალ პოსტს იმისათვის არ გაგვიკეთებია საქართველოსთვის იმისათვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლოდ რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ თავარ სამიზდენ ისევ მე გამიხადონო თუ ამირჩიონო ანუ ისევ დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილი მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდიან და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს რა რას მე დავებითო
მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარო. თან საპატიმროში მყოფი პიროვნება ვარო. და ეგრე არ არის. ხა ეს საპატიმროში მყოფი დიახ, ლოგიკა იმაში რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, აქედან გამომდინარე, მოდი ის არ გავაკრიტიკოთ. ამაში ლოგიკა არის, განა არა. ისე როგორც სხვა პოლიტპატიმრებს ეხება ეს, ნუ შევეხებით ნიკამელიას, ლიაკა ხოშტარიას სხვებს და სხვებს, ვინც არის ირაკლი ოქროაშვილს, ნუ შევეხებით, იმიტომ რომ ნაგე ის საპატიმროშია. მიხეილ სააკაშვილი მით უფრო, იმიტომ რომ ის რაღაც თვითონაც ასე მიიჩნევს და მართლაც ასეა, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ ვინმე ეჯავრება, სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილია და არა ირაკლი ოქროაშვილი ან ელენე სადი პატივისცემის მიუხედავად არა ელენეც ეჯავრება რასაკუთრებით, მაგრამ არა იმდენად, როგორც მიხეილ სააკაშვილის ობიექტური რეალობა. მაგრამ ამის მძევლების ხო ვარ ხვდებით ამასობაში. აი მიხეილ სააკაშვილის ბოსტანში ასე ვიტყვი პატარა კენჭუკა. აქაოდ არ გამაკრიტიკოთ და მე რასაც ვიტყვი ის არის ჭეშმარიტებაო, ამის თქმაც ჩემი მოსაზრებით უბრალოდ არ შეიძლება. ანუ ალიანსიც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქტიური კაცია და არ ჩერდება. არ ჩერდება რა იგაც ხوار შეხვდებით ატენი ხوار შეიძლება რომ აქ შეერთდეს. ისა ბოდიში ერთ წუთს ამასობაში ტელეფონსაც დავტენი რომ არ მადლობა. ყველასთვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ ზალავს, რომ ივანიშვილისთვის თავარი პრობლემა მე ვარ. აი ესე ეგოცენტრიულად და გამორჩეულად მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკი. არ შეიძლება ჩვენს ამასობაში მიხეილ სააკაშვილს მიმართავ. თქვენი მომხრეები, თქვენი მოწინააღმდეგე, თქვენი ოტინდელი მოწინააღმდეგეები, თქვენი არადი მოწინააღმდეგეები, ამ მნიშვნელობა აქვს მისე ვიტყვი. ეს პოლიტიკური სუბიექტები, ეს ადამიანები, ვინც 500 დღეა გადის ქუჩაში, პოლიტიკური სუბიექტები, პარტიები, ისინი ნაკლებს მეთქი ასე ვიტყვით, უგნებავ თქვათ რომ ნაკლებ ტანჯვას გადიან, მაგრამ ესენი კარგ დღეში კი არა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ დალხენილი ხართ. არავითარ შემთხვევაში ვინც ის და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხართ, სწორედ იმიტომ რომ 4 კედელში ხართ მოქცეული. მაგრამ ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ ადამიანები მეორე ხარისხოვანები არიან და ახლა მაინც და მაინც როგორც მესიას ისე უნდა შემოგცქეროდნენ და გეუბნებოდნენ, რომ ხომიშა გადაგვარჩინე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ როგორღაც და თუ რაღაცა მიხეილ სააკაშვილი არის საპატიმროში, ასე უნდა ჩამოვაყალიბოთ წინადადება, მისი დახმარების ან ერთგვარი დახმარების გარეშეც უნდა მოვახერხოთ და ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ეს გარდაუვალი აუცილებლობა. საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს. ისევ ეს რაღაც საკუთარ თავზე გამორჩეულად ლაპარაკით. არ უარყოფთ, ან უარყოფთ. და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ გამოცდის კია მიხეილ სააკაშვილს ეს ცდელობა ერთპიროვნული ლიდერობისა. ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით ნაციონალურ მოძრაობაში ბზარი შეიტანა. რატოა აუცილებელი ევროპულ საქართველოსზე ყურადღების გამახვილება გიგა პოკერიას? გიგი არ იყო ბაში საპატიმროში იყო როგორც მახსოვს, გიგი უგულავა. თამარ ჩერგოლიშვილი არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ თუნდაც თამარ ჩერგოლიშვილზე, გიგი წერეთელზე, კაკო ბობოქრიძეზე, ლევან თარხნიშვილზე, სხვებზე. დათო ბაქრაძეზე. რატოა ამაზე ყურადღების გამახვილება ახლა გარდაუვლად აუცილებელი? ეს ხომ ამ სქიზმას, ამ განხეთქილებას ხო დამატებით აღრმავებს ამ უფსკულს პოლიტიკურ პარტიებსა და ნაციონალურ მოძრაობას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ამაზე ყურადღების გამახვილება. იგივე ზურაბ ჩიჯაფარიძეზე, რომელიც ამ პერიოდიდან მოდის დაახლოებით ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა აღმასრულებელი მდივანი იყო როგორც მახსოვს, და მოგვიანებით მოდის ნიკამელია იმ ინციდენტის შემდეგ და ასე შემდეგ. მერე უცებ გადატანა გილაურზე. რახეთ 2022 წელს როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარი შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. ანუ ნიკა გვარამიაზე ყურადღების გადატანა. ეს ნიკა გვარამია ხომ მისი ადვოკატი იყო, ჩემი ადვოკატი ხომ არ ყოფილა. ანუ მიშა სააკაშვილი ჩქარობს, ალბათ ესეც არ არის სწორი ზმნა. ჩქარობს, ფიცხობს, უფრო სწორია შესაძლოა. რაღაი შედგა ეს ალიანსი? არ ვახსენებთ წესით 10 მილიონს, ბოდიშ ვიხდი, არ ვახსენებთ წესით 10 მილიონს, ან რა ვიცი, 40 მილიონს, ან ერთი პარტიის წასვლას, ან წესით არ უნდა ვახსენებდეთ, იმიტომ რომ ახლა ამოცანა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს ამ ხსენებული ერთობის გამოყენებით, ამ ერთობის მეშვეობით. ეს არის ამოცანა. ესე რომ ჩავუკირკიტოთ ერთმანეთს, ალიანსაც აქვს გასახსენებელი მიხეილ სააკაშვილისთვის.
ესეც ხომ ფაქტია. და უმჯობესი იქნებოდა რომ ერთმანეთს არ გავახსენოთ ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს არ გავახსენოთ რაღაცები ესე ვიტყვი თქვენის ნებართვით ან მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე. ხო, ეხლა უყურეთ კიდე რას წერს მიშა. არა მარტო 2016 წელზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ 2018 წელს თორსა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონეთ. და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს როცა ივანიშვილის მიეხო უკაცრავად აი 2018 წელზე გავამახვილებ ყურადღებას. ბაქრაძის დაყენებამ შეცდომა იყო ან არ იყო შეცდომა, არ ვიცი ევროპული საქართველოს მიერ გულახდილად გეტყვით, მაგრამ ფავორიტი ნაციონალური მოძრაობისა იყო გრიგოლ ვაშაძე. ეხლა მე გულახდილად ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ 1700 არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ 17 შეცდომას წარსულში აღმოუჩენ სალომე ზურაბიშვილს. აღმოუჩენ განა არა. მაგრამ გულახდილად ვკითხულობ, ყველას გასაგონად ვკითხულობ. ემანდ მართლა გრიგოლ ვაშაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი პირველივე ტურიდან დაემარცხებინა შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი. იმიტომ რომ მეორე ტური რო გაიმართა, პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობით ვიდრე გაიმართებოდა, თანაბარი რაოდენობით ხმები ჰქონდათ მიღებული, ნუ არ ჩამახედებთ, მაგრამ ოდნავ ჩამორჩებოდა გრიგოლ ვაშაძე. და მერე დამარცხდა. იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობამ კი არა ქართულ მოძრაობამ მთელი რესურსი მიაყარა სალომე ზურაბიშვილს და ვაღიარებ რომ გაიყვანა. მაგრამ კითხვა სხვაა. გრიგოლ ვაშაძე დღეს, აი 2026 წლის აპრილია, მაისი დადგება მალე. სად იქნებოდა? სალომე ზურაბიშვილი როგორც არის აქტიური, ისეთი აქტიური იქნებოდა კი? საერთოდ იქნებოდა თუ არა ოპოზიციაში, ან ოპოზიციასთან. გრიგოლ ვაშაძე უპირობოდა სწორი შერჩეული კანდიდატურა იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ თუ მხრიდან, რომ დაუჭირეს მხარი, მე არ დამიჭერია ვაშაძისთვის მხარი. იმიტომ თუ გნებავთ ეს ფჩხილიც გავხსნათ. იმიტომ რომ მიმაჩნდა გულახდილად გეტყვით ეწყინება ხა ვაშაძეს, მაგრამ მაინც. რომ გრიგოლ ვაშაძე არც თუ იშვიათად რუსულ თამაშს თამაშობდა. ხო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო. ხო ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი იყო. ხო პროდასავლური ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი იყო ნამდვილად. მიწყեց ახლა თაკო ჩარკვიანი ცალკე, მიწყեց ცალკე გიორგი ვაშაძე, მიწყენენ სხვები და სხვები, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე რომ გაემარჯვა გრიგოლ ვაშაძეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ის ოპოზიციასთან კი არ იქნებოდა, ან ოპოზიციაში კი არ იქნებოდა, როგორც ტრანსფორმირდა სალომე ზურაბიშვილი და სწორი ან მეტნაკლებად სწორი პოზიციები დაიჭირა უკვე შემდგომ ადამიანმა, რომელსაც მანამდე 17 ან 17 ქონდა შეცდომა ქონდა დაშვებული 2008 წლის კონტექსტში, მათ შორის მაპატიეთ ღია ტექსტისთვის. სალომე ზურაბიშვილობასაც კი ვერ გაკაჩავდა და მეცაც გეტყვით ჩემი ფიქრით დამიშვია ეს. გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა ხელისუფლებასთან შეკრული, ანუ ქართულ ოცნებასთან 2019-დან, 20-დან, 21-დან, მოკლედ არ გაურიგდ, იმიტომ რომ ეს კაცი ამგვარია, გავარებთ ხარ მის რუსულ პოლიტიკას თავი. ამგვარი პოლიტიკა აქვს, ამგვარი მიდგომები აქვს, აკი ამიტომაც შედარებით რბილი პოზიციები რო ჰქონდა, აკი ამიტომაც წამოვიდა ნაციონალური მოძრაობიდან სკანდალით თუ ნახევრად სკანდალით. და აკი ამიტომაც ამჯობინა ჩრილში ყოფნა. ნაკი ამიტომაც როცა საჯაროდ გამოჩნდება ხოლმე ამბობს იმას, რაც ჩემთვის პერსონალურად მიუღებელია. ის სულ გადაჰკრავს ხოლმე სიტყვას ქართულ ოცნებასთან მინიმუმ და შესაძლოა რუსეთთან დალაგების აუცილებლობაზე და ასე შემდეგ. და აი სალომე ზურაბიშვილი რა პარადოქსია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი შერჩეული ვიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საქმისთვის აღმოჩნდა რომ აი ყველა სიტყვაზე მიწევრი ძელს უნდა თქვა უკეთესი კანდიდატურა იყო აღმოჩნდა რომ ოპოზიციურ ტელევიზიებში ვის გულისხმობს მიშა ერთ-ერთ მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო ფორმულას გულისხმობს არ ვიცი სიმართლე გითხრათ მე ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს მთლიანად დამბლოკეს რანაირად უნდა განბლოკოთ ამიხსენით და განბლოკილები ხართ ავის ჩემთან განბლოკილი ხართ მაინც და მაინც რა უნდა ჩაგდოთ მითხარ შესაბამისად ოპოზიცია ვერ შეძლო არჩევნებში ხმის შენარჩუნება შესაძლოა გულისხმობს და მე პირველს არ ვიცი მეგონა რომ ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით მაგრამ როგორც ჩანს ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლით თქმა სიმართლისა თქმა მართლისა სიმართლისა შეიხესა შეიქს ყველსა ერთად ხო სწორია მაგრამ დროულია კი აი ამ ფორმას მაპატიეთ დროის გარემოებას ხო ჩემი მოსაზრებით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მიშა
ჩქარობს, თუმცა გარკვეული შენიშვნების შესაძლოა, გარკვეული და არა ის რაც წაგიკითხეთ პრინციპში. შესაძლოა მართალიც არის, არაფერს აკეთებს ოპოზიცია მეთქი, ახლა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ბევრს არაფერს აკეთებს. მივდივართ ხალხმა 26 მაისამდე, რომელშიც სხვათა შორის რომელ დღესაც ხელისუფლებამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შეიძლება დაგვახვედროს სიურპრიზები დარბევას კი არ გულისხმობ. მე გულისხმობ სხვა რაღაცებს და საერთოდ ჩაგვივარდება ხაზგასმით ვამბობ ეს აქციაც და ეს პროცესიც და ამ აღმოვაჩინა ემან არ მოხდეს ის რომ აღმოაჩინოს საზოგადოების ერთმა ნაწილმა რომ ერთობასაც არ ქონია თურმე აზრი არა და ჰქონდა მაგრამ რაღაცა სინერგია არ იგრძნობა რაღაცა მოძრაობა არ იგრძნობა ამ ერთობაში მართლა ტელევარსკვლავებად იქცა და სოციალური მედიის ვარსკვლავებად ბევრი სპიკერი რომელიც ახლა გურის რაღაც ჩოხატაურის რაიონის რომელიღაც სოფელში უნდა იყოს ტალახში და მიშა ამას კი არ წეს მაგრამ ამ რიტორიკაში ამ გვარობების ხაზგასმაში მართალია ტალახში ან რაღაც სამეგრელოს ან რაღაცა მეთევზე ანაკლიის მეთევზეებთან და ასე შემდეგ ანაკლიაზე კიდე მაქვს ჩასაწერი ერთი ვიდეო ბლოგიდან თუ მოვახერხებ იმას ლელოძლიერ საქართველოს ეხება და მის განცხადებას ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და ნუ ის ცალკე თემაა საერთოდ. ხო, ეხლა ნახეთ სწორია ამაში. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე, როგორ მოხდა რომ ალიანსმა მთელი ეს დრო არც ერთი განცხადება არ გაკეთა იმაზე თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს. ხო, უკიდურეს გაჭირვებაზე ძალიან ზოგადია ავტომობილების და ბოთლების კანონზე ეს ბოთლების კანონი თუ არ ვცდები გადაიდო გარკვეულ პერიოდით. ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე. სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებად. ამაში კი მართალია მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ სიტყვა ჩემი ამგვარი რომ მიხეილ სააკაშვილი თან მართალია და თან არ არის მართალი თქვანია. არ არის მართალი, მოდი ესე ვთქვათ. ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა. სიმართლე სადღაშუაშია, გასაკრიტიკებელია ალიანსი, მაგრამ უკვე მაშინ, როდესაც ბოდიში არასწორია, იმ შემთხვევაში თუ ის ჩაფლავდება. როგორც მიდიან ღმერთმა არ ჩააფლავოს ალიანსი, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი აპათია, კიდევ უფრო მეტი გულ გაცრუება, გულ აყრა დაემართება საზოგადოებას. ახლა რომ დადის 300 თუ 547 კაცი რუსთაველის გამზირზე, მე იulis 47. მე კი შეგვიძლია ჩვენ ასაკვირველია თქვა რომ ეს არის რაღაც 668 დღე. რაც აქციები უწყვეტადაც მიმდინარეობს აქციები, მაგრამ უნდა ვიყოთ გულახდილებით, რომ 668 დღეს მივიდა 48 ადამიანი თუ 68 ადამიანი და ეს ცოტაზე ცოტა და პოლიტიკოსებს უზარმაზარი როლი ეკისრებათ იმაში, რომ 26 მაისის აქციაც შედგეს მასშტაბური, ხაზგასმით ვამბობ და ასევე კონკრეტულ საკითხებზეც გაამახვილონ ყურადღება და მართლაც რაღაცა ყველა კონკრეტულ იმ წერტილში ურტყან ქართულ ოცნებას შექმნან აჯენდა, ფრის წესრიგი. რომ ქართული ოცნება თვითონ გამოგვეკიდოს. მანდი არის მაგალითს არავითარ შემთხვევაში არ გავიზიარებთ. როგორ არ გაიზიარებთ მეორე მხრივ? ან რატო არ გაიზიარებთ? ჩვენ შიდარჩის გარკვეულ ნაწილებში მაინც. ჩვენ ისედაც ეს გეგმა გვაქვს და სად არის ეს გეგმა? როგორც ეხლა მეც წავწდა რამდენიმე მძიმე სიტყვა და არ მინდა გულახდილად ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა გულით მინდა რომ უსურვო წარმატება ალიანსს და მართლა გულით მინდა რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დებატში დამარცხდეს. იმიტომ რომ ქვეყანა თუ ეს არის გამარჯვების გზა, ქვეყანამ გაიმარჯვოს და მაქსიმალურად შეძლებს და გვარად დამარცხდეს მიხეილ სააკაშვილი, ხო, დამარცხდეს, ხო, არ ვიცი. დამარცხდეს მიშას დამარცხებას კი არა, მიშა არ იყოს მართალი ამ ნაწილში. მიშა არ არის მართალი იმ თვალსაზრისით, რომ ის ძალიან ჩქარობს ჩემი მოსაზრებით. მიეცი რა დრო. ასაც მიშა სააკაშვილი არ აძლევს ამ დროს და ისევ რაღაცაში ვიჩხერებით და ვიჭედებით ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე არ მოვეშვები ამ თემას, უფრო ხაზგასმით ვამბობ, თუ ამასაც ხაზგასმით ვამბობ, საკრიტიკო იქნება ალიანსი და მის ცალკეული სუბიექტები ყველა. მე ამ კრიტიკას არ მოვერიდები უფრო ივნისის დასაწყისიდან 26 მაისიდან თუ საკრიტიკო იქნება ხაზგასმით ვამბობ და ძალიან არ მინდა რომ საკრიტიკო იყოს. მე მინდა რომ 26 მაისი ვიყოთ ჩვენ ბევრი განსხვავებების მიუხედავად მინდა ალიანსი იყოს გამარჯვებული, მინდა რომ მიშამაც გაიხაროს ალიანსის გამარჯვებით, ნაციონალური მოძრაობაც იყოს შიგნით და არ გაემიჯნებოდეს ცალკეულ განცხადებებს
ამ ალიანსის დანარჩენი 8 სუბიექტისა, რომლებიცაც თავის მხრივ ჰქონდათ ერთგვარი სურვილი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ მიშა სააკაშვილიძე, რომელმაც თავის მხრივ ერთგვარი პროვოცირება მოახდინა ამ განცხადების გაკეთებისა. აი ეს მგონია დანარჩენი გამოჩნდება. ნახვამდის.